მინდა საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანო საკითხები, რომელიც განსხვავებული ინტერპრეტაციით მიეწოდება და პირველ რიგში მიეწოდება ჭიათურელებს. არსებობს შესაძლებლობების ზღვარი და ბუნებრივია რესურსი, რაც ჩვენგან იყო და დღესაც არის გამოყენებული, თუ ვინმე ხედავს, რომ უფრო მეტის რესურსი გაგვაჩნია, მეგობრულად თუ არამეგობრულად ამას გვირჩევდა, მაგრამ როდესაც პირველივე დღიდან კომპანიის მცდელობა CMC-ს მიმართული იყო პროფკავშირების დისკრედიტაციაზე. როდესაც პირველივე განცხადებაში თუ მეორე განცხადებაში საკმაოდ და საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში იმ ტელევიზიებში, სადაც ბუნებრივია პროფკავშირს ნაკლები აქვს გავლენა. მოხდა პროფკავშირების ბრუნვა 7 ბრუნვაში. სახელმწიფოი 7 ბრუნვაში. იმ დროს, როდესაც ამ ყველაფერს ერთვის გარკვეული ჯგუფის, რომელიც საკმაოდ ახლო კონტაქტში ინფორმაციული თვალსაზრისით იყო პროფკავშირებთან და ხედავდა, რას აკეთებდა პროფკავშირები ამ პერიოდის განმავლობაში. მოდით დავიწყოთ და რას მინდა ხაზი გაუსვა. ნაცვლად იმისა, როგორც აი პირდაპირ ეთერში, რომ მე აქ კომპანიის ქმედებებს დაუთმო დრო და აი ამაზე მოვახდინო თქვენი აზრის კონცენტრირება, როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემებს. მე მიწევს დროის ხარჯვა და კარგვა იმაზე, რომ ვაბათილო, რომ აკლემი არა ვარ და ვამტკიცო ის, რომ აკლემი არა ვარ. როცა გაბრალდები. პირველი 60%-თან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ პროფკავშირის ნდობა არ აქვს და პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა. კომპანიაც იგივეს ითხოვს, რომ გავიდეს კოლექტიური ხელშეკრულებიდან. 8 თვის მანძილზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ იძულებით თუ ესე ვთქვათ შეპარვით, მოსყიდვით და ასე შემდეგ ცდილობდნენ, რომ კოლექტიური ხელშეკრულებიდან გავიდეთ. აი, როდესაც ეს ბატონები მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ პროფკავშირები უნდა გავიდეს კოლექტიური ხელშეკრულებიდან და ჭიათურიდან საერთოდ. მართლა რომ გავგიზდეთ და უპასუხისმგებლოები ვიყოთ და მართლა რომ გავიდეთ ამ კოლექტიური ხელშეკრულებიდან. მართლა რომ დავტოვოთ ჭიათურა. აი 60% იურიდიული თვალსაზრისით ხომ მხოლოდ კოლექტიურ ხელშეკრულებაზეა მიბმული და სასამართლოშიც, სადაც კრედიტორად გვაღიარეს. სამხრივ კომისიასთან ჩემს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაშიც. და ყველა იურიდიული თვალსაზრისით პროფკავშირის გარეშე არანაირი ვალდებულება არ აქვს ამ 60%-ის გადახდის. ეხა 60%-ს რაც შეეხება. 60% და ზოგადად ეგ კოლექტიური ხელშეკრულება არის შექმნილი ზესტაფონისთვის. ზესტაფონში იყო და მისი ანალოგი გადმოვიღეთ ჭიათურაში. სხვა ბენეფიტებთან ერთად. 60% ნამდვილად არ უნდა კომპანიას რომ ყოფილიყო და თქვენ თვითონ დაფიქრდით. არც კოვიდის დროს დახურულ საწარმოებში, არც ბაზრის ფასებიდან გამომდინარე დაკარგულ სამუშაო ადგილების დროს, არც ერთ კომპანიაში, სადაც პროფკავშირები არ არის, ესეთი ტიპის ვალდებულება არც ერთ ბიზნესს არ აუღია. და ეხლაც ამდენი ხნის მანძილზე რასაც იღებდნენ, ეს იყო კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე. რა ვიცოდით ჩვენ, რას აპირებდა კომპანია? რა დოკუმენტი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ რაიმე წარმოდგენა გქონდა, როდესაც 27 თუ 26 თებერვალს ბატონი თემურ სურამელაშვილი, როგორც ელაპარაკა კომპანიის წარმომადგენლებს,
მათ ერთ-ერთ ბანკთან არ გამოუვიდა თვალის აღება და ტრეიდერთან უკვე დაალაგდნენ ფაქტიურად და იმ კვირაში იქნება ხელფასები 60%. და 28-ში ვიღებთ წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანიამ დაიხურა ქუდი და მიდის. რა ბრალეულობა აქვს პროფკავშირის და რა უნდა გაეკეთებია პროფკავშირის? უნდა გადაეხადა მანამდე კომპანიას ფული, რა თქმა უნდა გადაეხადა. და რო არ გადაიხადა, ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებია? სასამართლოში შეგვეტანა არაფერი, სასამართლო გადაწყვეტილება, მის რა ქვია 0.07% მაქსიმუმ ეგ არის, რაც შეიძლებოდა რომ ამ ხელფასებს დარიცხოდა, თუმცა კომპანია გეუბნება რომ ფულს ბანკები არ მაძლევენ. და ჩალიჩობ რომ ეს ფული მოგიტანოთ. ეს რაც შეეხება 60%-ს. ეხლა რაც შეეხება ჩვენი ღამის თენებას და 11.9%-ის მომატების დროს პროფკავშირების როლს. როგორ მიკვირს, რომ მართლაც თქვენს თანაქალაქებს უყურებთ თვალებში, ზუსტად იცით რა პროცესი განვითარდა ამ 11.9%-თან დაკავშირებით და ბჭო, სანამ დაიძინეთ და ბალისზე თავს დადებთ. თუ არ გერიდებათ, რომ ზუსტად იცის თვითონმა თქვენთაგანმა ვინც თბილისში დადიოდა და ვინც იმ კომისიაში, ეგრეთ წოდებულ საინიციატივო ჯგუფში იყო ჩართული. მე გაგახსენებთ. მოთხოვნა იყო 20 თუ 25%, რაც მოყვა პირის ამოკერვა, თვალის ამოკერვა, პროტესტი და ასე შემდეგ. სადაც პროფკავშირი არ ყოფილა. ორი აზრი არ არის, პროფკავშირი არ ყოფილა. შემდგომ იყო ძალიან სერიოზული იმედგაცრუება, იმიტომ რომ ვერც სახელმწიფომ და ვერც არც კომპანიამ ამ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული უარი განაცხადეს. და არა იმ ჯგუფის გამო, რომელიც ითხოვდა ხელფასების მატებას, არამედ იმიტომ, რომ დამსაქმებელს არ გაემარჯვა და დამსაქმებელი ამ გამარჯვებას ასახავდა არა მხოლოდ ჭიათურაში და მათ შორის პროფკავშირთან მიმართებაში, არამედ ყველგან იქ, სადაც ჩვენ შეიძლება გამოწვევა გვქონოდა. სწორედ ამიტომ პირადად ჩვენ შემოგთავაზეთ და გითხარით, რომ კოლექტიური ხელშეკრულებით გვაქვს გარანტირებულად 5%-ის მომატების საშუალება და კომპანიას აქვს ეს ვალდებულება. ეს გვიწერია იმ კოლექტიურ ხელშეკრულებაში, ამ ხელებით დაწერილში, სადაც ინფლაციის შესაბამისად ინდექსაცია უნდა განხორციელდეს. ჩვენი მოლაპარაკებები კომპანიასთან, იმიტომ რომ ინფლაცია საქართველოში იყო არა 5%, არამედ 11.9%, 5% გარანტირებულია, დანარჩენზე უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. ესე წერია იმ კოლექტიურ ხელშეკრულებაში. მეც და ბატონო თემურმაც გითხრათ, რომ 8%-ზე კომპანია იყო თანახმა. ეხლა ამ შემთხვევაში თუ თქვენ ეს გაწყობთ, ბოლომდე შეგვიძლია მოვითხოვოთ 11.9% და თუ ეს არ მოდის შესაბამისობაში თქვენს მოთხოვნებთან, რომ იყოს 20% მატება, ჩვენ ეს შეგვიძლია გაწყობთ. იმედგაცრუებას, რაც კომპანიის მხრიდან საკითხის იგნორირებას ახდათ ამ პროტესტს, რომელიც შედეგს ვერ აღწევდა და ამით ზარალდებოდი თქვენს და ჩვენს უყველა დასაქმებულები. თქვენ აირჩიეთ და ღამეები ვათენეთ მართლა ღამეები ვათენეთ, რომ ეს 11.9% ყოფილიყო 8% ჩვენ უკვე გქონდა და 11.9% რომ მოხდა, ანუ 4%-ით დაახლოებით მეტი, ეს რა თქმა უნდა არის ჩვენი საერთო მუშაობის და იმ ღამის თენებების შედეგი. როგორ შეგიძლია რომ თვალებში უყურო მათ შორის იმ კომისიის წევრებს, მე კი არა. თქვენ ხო აქ ამ დარბაზში იყავით, როცა მე გავიგე რომ ჩემი ცოლი და შვილი მოყვა ავარიაში. იმ დონემდე როგორ მიიყვანეთ ახლა რიგითი ჭიათურელის აზროვნება, რომ ეხლაც ამას რო მოისმენს, ჩემგან შეიძლება დამიწყევლოს, რომ რატო
გადარჩენ ცოცხლებიო. თქვენ ხო თქვენ თვითონ ნახეთ, რა მდგომარეობაში ვიყავი და სად წავედი საავადმყოფოში. თუ იქ თქვენთან ერთად ჯანდაცვის სამინისტროში ვათენე დღამები. აი მინიმუმ ამ სამმა ადამიანმა დანარჩენ პროფკავშირის წევრებს რო თავი დავანებოთ. ღმერთმა გაგიმარჯვოთ. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ბატონო ჩინჩალაძე. ვის ადებილებთო თუ ვის ასულელებთო რა შუაშია CMC-ო, GM-ი არის შუაში. CMC-მ შეიტანა სასამართლოში გაკოტრებასთან დაკავშირებით. გადახდის უუნარობასთან დაკავშირებით. ვის წინააღმდეგ ამ ადამიანებს და პროკავშირს უნდა შეეტანათ შესაგებელი. რა უნდა ჩაგვეწერა იქ? რა მიგვითეთებია? ნელსონ მანდელა, GM-ი, აზოტი თუ რა ვიცი, მარაკანა სტადიონი. ეს CMC არისო? არ ვიცი, დავაბრალოთ, რომ რაღაც შეიძლება არ გესმოდეთ, რაღაცა შეიძლება კომპეტენცია არ ყოფნიდეთ, მაგრამ ამ ყველაფერში მიზანმიმართულ რომ იცით და მაინც ამას აკეთებთ, ეს მგონია და საზოგადოებამ დრომ და სივრცემ განსაჯოს ეს ყველაფერი, მაგრამ მიზნის მიღწევა ამ ერთმანეთთან დაპირისპირებით რომ ჭირს და დასაქმებულის და რიგითი ჭიათურელის წისქვილზე ეს ყველაფერი წყალს რომ არ ასხამს, ეგ ხო თქვენ ზუსტად იცით. როგორ უნდა წავიცე ხა 25 წევრი ვერ ეყოლება პროფკავშირს რომ წარმოადგინდეს მაშინ რა ქვია ჭიათურაში რა დისკრედიტაციაც არ უნდა გაუკეთოთ. ესე იგი ესეც ტყუილია და ველის მოსუფთავება გინდათ? ამ ხალხს რას ერჩით? ჩვენ როდის დაგიშალეთ ვინმეს პროფკავშირების ჩამოყალიბება. რამდენი პროფკავშირებია თან უნდა საქართველოში რეგისტრირებული? 187 პროფკავშირებია რეგისტრირებული. პეტრიაშვილი. იმ 186-ის თავმჯდომარეს იქნებ კითხოთ, უფრო უკეთეს ან ცუდს ან უარეს რას აკეთებს და რაში მდგომარეობს ამ ინსტიტუციის ძალა. 188 შექმნით თქვენ და გააკეთეთ. თუ უკეთეს გააკეთებთ. თქვენ ხო ძალიან კარგად იცით, როცა ავრცელებთ ინფორმაციას, თუ ბაკურიაში ყოფნის დროს, თუ ამ დარბაზში ყოფნის დროს, როცა ამბობთ რომ პეტრიაშვილი გამდიდრდა და დაისქელა ჯიბები. ბჭო, იმ საწყალმა ადამიანმა, რომელსაც დღეს პურის ფული არ აქვს, მის ემოციებზე რო თამაშობთ, თქვენ ხო ეს ფინანსები სტრუქტურა რა გვაქვს და რა შემოსავალი გვაქვს, ზუსტად ხომ გითხარით და ხომ აგიხსენით, რამე დაგიმალეთ ფინანსებთან დაკავშირებით? ან რაღაც მარშრუტის ყიდვაო? რა ვიცი, რა მარშრუტკა იყიდეს, რატო იყიდეს? პეტრიაშვილი და გაერთიანება ამასთან რა შუაშია? ეხლა ზუსტად გეტყვით რა არის? დაახლოებით 3400-მდე 500-მდე წევრი არის პროფკავშირების. 60%-იანის დროს ჩვენი შემოსავლი რამდენი არის თამუნა? რა წერია ხა? ეს არის ეხლა გეტყვით 84 თეთრი არის კაცის თავზე, ეს არის საშუალო ხელფასიდან აღებული. ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები როა კი არა, საშუალო ხელფასიდან აღებული. ეხლა 84 თეთრი არ გაგიჭირდებათ, კალკულატორზე გადაამრავლეთ და გამოვიდა რამდენი ვერ ხედავთ? 2940 ლარი. 2940 ლარია. და 2940 ლარია ის, რაც იურისტებში, ეკონომისტებში, აი აქ შეხვედრების გამართვაში, ჭიათურაში, აი ამ ორი ადამიანის ღამე სიარულში 10 და 100 მეტი არ არის, რაც პროფკავშირებს დაუხარჯავს. თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი ეს ემოცია, მთელი ეს ტალახი, ლანძღვა გინება, იმიტომ არის, რომ 2400, რა თქვით? 2940 ლარი ავიღოთ. უფრო მეტი გვაქვს რამე? ეგეც ღია არის. ყველანაირად ღია არის ეს ინფორმაცია. ოღონდ, ბჭო, რატომ შეყავთ ეს ხალხი შეცდომაში?
კომპანიასთან გარიგებულები ვართ, რა ვიცი, კომპანია ამ ყველაფერს ვერ დავარცხნიდა, ვერ დაბანდა, ვერ იტყოდა, რომ აგერ ბატონო, ჩვენ მივდივართ, უზრუნველყოფთ ხვალ ვინც მოდის, თქვენ რომ იმათთან იყოთ დაუშვათ ნორმალურად და პრობლემა არ გექნებათ. და ძუძუ ნაჭამი გოჭივით იქნებოდა გაწრონული პროფკავშირი. რა თუნდოდა ამ სასამართლოში შეტანა, რომელიც კბილი მოკვეთა კომპანიას, რა თუნდოდა სამხრივი კომისია და ასე შემდეგ. ეხლა გადავიდეთ სამხრივ კომისიაზე. აქაც ხომ მოიტყუეთ, ხო ზუსტად იცით, აი ამ ადამიანმა ზუსტად ხომ აგიხსნათ, რას ნიშნავს სამხრივი კომისია. იურიდიულად ხომ თქვენ ზუსტად იცით, აი ამ ჯგუფმა, რომ სამხრივი კომისია ეს არის მთავრობას, პროფკავშირს და დამსაქმებელთა გაერთიანებებს შორის ურთიერთობა. იქ პროფკავშირებს აქვს ისევე როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებას ექსკლუზიურად წელიწადში ერთხელ რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის უფლება და ხვალ ზეგ რომელიმე კომპანიაში, აი ხვალ მეტალურგიაში გვეწყება გაფიცვა, ან ხვალ აპოკალიფსი რომ დადგეს, ეს უფლება ჩვენ გავიუქმეთ და გამოვიყენეთ ჭიათურის გამო. ეხლა მეორე, ზუსტად იცით რომ პირობად იმ ინტერვიუში ვთქვი, სანამ კომისიაზე შევიდოდი, რომ კომპანიის მიმართ, CMC-ის მიმართ ნდობა ჩვენი ნულის ტოლია და აქედან გამომდინარე ვაყენებ საკითხს, რომ მათ სამხრივ კომისიაში მონაწილეობა არ მოიწვიოს მთავრობამ ეს გააკეთა და არ მოიწვია. ისინი იქ არ ყოფილან. ხომ დაგვაბრალეთ, რომ კომპანიასთან ერთად, მთავრობასთან ერთად ჩვენ ვიხილავდით უთქვენოთ რაღაც საკითხებს. მართლა მაინტერესებს, რას ემსახურებოდა თუ ადამიანების შეცდომაში შეყვანას არა, პროფკავშირების დისკრედიტაციას არა, ეს ყველაფერი, აი რას ემსახურებოდა, ან რა საკითხი დავაყენეთ, იქ ისეთი, რომელიც მნიშვნელოვანი არ არის ჭიათურლებისთვის. ესეც ხომ ღიად გითხარით, არაფერი არ დაგვიმალია, უბრალოდ მთავრობის რეაქცია გვაინტერესებდა და პოზიცია თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. ვინმე ვერ მოგწერეთ, რომ თუ არ გაინტერესებდათ ეგ საკითხები. ხო, თქვენთან დღის წესრიგში ნამდვილად ამწრები ვართ. რა თქმა უნდა, კარგია უფასო ტრანსპორტიც, კარგია რა თქმა უნდა, იქ რაღაც ფონდის შექმნა, ყველაფერი კარგია, მაგრამ დღეს ნომერ პირველ პრობლემად ვფიქრობთ, რომ არის ის 60%-იანი პროფკავშირების მეშვეობით მოპოვებული ანაზღაურება, რომელიც უნდა მივიდეს თითოეული ჭიათურელის მაღაროების ჯიბებზე და ოჯახამდე. რომელიც ასევე არ არის გარანტია იმისა, რომ ისინი პურს იყიდიან, იმიტომ რომ ბანკები წაიღებენ ამ ყველაფერს. მეორე საკითხი ეგ იქნა დასმული ჩვენგან, რომ როგორ მოვახერხოთ, რომ ხალხს და მთავრობის ჩართულობის გარეშე მე ეს როგორ უნდა მოვახერხო და მადლობა ღმერთს, რომ მთავრობა პოზიტიურად გამოიხმაურა. გადაწყვეტის გზები ჯერ არ აქვს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქამდე ატანილი ეგ საკითხი რაღაც შედეგამდე მიგვიყვანს. როგორ უნდა გაგვეკეთებია ეს სხვანაირად და უკეთესი რა, ნაციონალიზაცია არის და საკუთარი გემებით რომ უცხო ქვეყნებში გავემგზავრებით სულ ყველა სამოგზაუროდ, პირველ მერცხალში როა, როცა ხალხშია, ჯერ ეს მჭირდება და ტექნოლოგიურ ნაწილში მეორე ნაწილი, რაც პროფკავშირებთან დასვა, იყო გრძელვადიან პერსპექტივაში მინიმუმ 1 თვით მორატორიუმის გამოცხადება მაღაროების დაკეტვასთან დაკავშირებით, მიწისქვეშა მოპოვებასთან დაკავშირებით, DMT-ის დასკვნის განხილვა, რომელიც მე კომპეტენცია, მე ვიცი შრომითი საკითხები, სოციალური გარანტიები და ასე შემდეგ. არ მყოფნის და თუ თქვენ ვინმეს ყოფნით, ან უკეთესი იცით, აგერ არის პლატფორმა შექმნილი, სადაც 2 მთავრობის წარმომადგენელი, 2 პროფკავშირის წარმომადგენელი, 2 დამსაქმებელთა გაერთიანების, არა CMC-ის და GM-ის დამსაქმებელთა გაერთიანების წარმომადგენელი იქნება, რომელსაც აქვს ექსპერტების თუ ესე ვთქვათ, დარგის მცოდნე სპეციალისტებთან გასაუბრების უფლება. როცა ვსაუბრობთ, რომ რა დანახარჯი აქვს, რას ზუსტად ვიცი, ბატონო ჩინჩალაძე, თქვენ არ იყავით, რომ ეწინააღმდეგებოდით აუდიტის დასკვნას და აუდიტის ინფორმაციის მოწოდებას? ამ კომისიაზე და ამ დარბაზში მათ შორის თქვენ
არ გვიწევდით წინააღმდეგობას, როცა კომპანიას ამას ვთხოვდით. აუდიტის დასკვნის გარეშე, როცა მე ვამბობდი, რომ როცა კომპანია ამბობს, რომ ხალხი შესამცირებელია, როცა თქვენ ბატონებო დამსაქმებლებს მიმართავდი, ამბობთ, რომ ხარჯები დიდი გაქვთ, თვითღირებულება პროდუქციის არის ძვირი და მსოფლიო ბაზარზე ფასებმა, ესე ვთქვათ, დაიკლო. არ ვეუბნებოდი მე, რომ მანახეთ, რომ მენეჯმენტის ხელფასი რა არის. მანახეთ ის, რაც აი სალარიძე ამბობდა, რომ მათ შორის ამ დარბაზში რომ რაღაც ნაწილები, რომელიც 10 ლარი ჯდებოდა, ესა კაპიკები ჯდებოდა, ეხლა 10 და 15 ლარი ისრა. ჩვენ რა ვიცი, ხარი არ დაგიჭირეთ ამ პროცესში, არ გვინდოდა ეს ყველაფერი, მაგრამ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ხო თქვენ წინააღმდეგი იყავით, რომ ჩვენ ეხლა ციფრებში სად ჩავიდეთო? აი სად უნდა ჩავიდეთ ციფრებში და აი რატომ ჭირდებოდა ეს ყველაფერი? აი ამ აუდიტის დასკვნაზე ჩვენ შენიშვნებს წავიღებდი იმ სამხედრო კომისიაში და ვიტყოდი და დავამტკიცებდი და კიდევ უფრო სარწმუნო გახდებოდა იქ მყოფი მინისტრებისთვის, რომ პროკავშირების წინაშე აღებული ვალდებულება კომპანიამ უნდა შეასრულოს, რომ თუ კოტრდება მისი ცუდი მენეჯმენტის გამო და ასე შემდეგ. ხო, ჩვენ მოცემულობად ვიღებთ, რომ კომპანიისთვის მართლა პრობლემაა, რომ ფასები გაიზარდა, ესე რა ქვია, ფასები შემცირდა დაეცა პროდუქციაზე და თვითღირებულება ძვირია. მათ შორის შუქრუთის კრიზისის გამო. შუქრუთის კრიზისი და მოსახლეობის პროტესტიც კი კომპანიამ ჩვენ დაგვადანაშაულა. და ერთს ენა არ მოგიტრიალდათ, რომ გეთქვათ პროკავშირები ჯო რა შუაშია. აი კომპანია აქ რო ლანძღავს პროკავშირებს. პროკავშირები რა შუაშია. რა, მე უნდა შევასრულო სახელმწიფოს თუ იქ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ფუნქცია რომ მოლაპარაკებები აწარმოონ მოსახლეობასთან და უშუალოდ დაალაგდნენ. ერთს როგორ არ გაგიჩნდათ ეგ მინიმუმ თუ სხვა დღის წესრიგით გამოდიხართ მინიმუმ ის გრძნობა რომ ამაში მაინც არ არიან პროკავშირები მწვანებიო. აი ეს არის ყველაფერი და საბოლოო ჯამში ის რაც სხვა მარიცის და მე რაც ვიცი არის აგერ ეს წერილი. ამ წერილს კომენტარებში აუცილებლად მივაკრავ თან. არც კი გადავთარგმნი, ისე მივაკრავ, იმიტომ რომ გადამთარგმნელები ბევრი ყავთ. ეს არის გერმანიის და მსოფლიოს პროკავშირების ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია, ყველაზე უმციკლო და ძლიერი ორგანიზაცია DGB, რომელიც ეხლა კი არა. დაახლოებით, როდის არის ამ უნდა ეს პასუხი? 23 ოქტომბერი 24 წლის. 23 ოქტომბრის 2024 წლიდან. ვიცით ის გერმანელები, რომლებსაც თქვენ ჭიათურლებს ასაღებდით, რომ აქ ჩამოვლენ და 1000 კაცი და ასე შემდეგ, როგორ მუშაობს გერმანიის დაზვერვაზე, როგორ ემუშავებიან რუს ჩინოვნიკებს და გთხოვ ბოლო ნაწილით ამ უნდა წაიკითხო. აი სულ ბოლო ნაწილი და დანარჩენს კომენტარებში აუცილებლად ავტორთავთ ამ წერილს. შეიძლება ვერ ხვდებით, რომ თუ აიღეთ რაღაც და შეიძლება კაი საქმისთვის აიღეთ ანაზღაურება. ძალიან სახიფათო თემას მოკიდეთ ხელი. ნაციონალ კომუნისტები რუს ჩინოვნიკებთან ახლოს ნაციონალიზაცია და ეს კომუნისტური ლოზუნგები სადამდე მიყავს საქართველოს და უნდა თუ არა ჭიათურლებს რომ მან გერმანელი კომუნისტები რუს კომუნისტებთან ერთად და რუს ჩინოვნიკებთან ერთად იყვნენ, ეგ ჭიათურაში გამოიკითხეთ. ცნობა ყოველ შემთხვევაში ვისთანაც თქვენ თანამშრომლობთ. აგერ არის ის ლოჟანიძე ვის დაგაკავშირათ. ისიც შესწავლილია და სხვა დანარჩენი ადამიანებიც. ასე რომ ამას გაფრთხილებთ, მგონია რომ გაურკვევლობაში ხართ და ვაშკაცურად, აი ვაშკაცმა სადღაც ბოდიშიც უნდა მოიხავდოს, როცა სიმართლეს ეუბნებიან. ეს არის სულ რაღაც 3%, რაც მე შემიძლია თქვენთან დაკავშირებით ვთქვა. დანარჩენს მოვა დრო და ვიტყვით, როცა საჯარო ფიგურა აღარ ვიქნები და გაეცემა მართლა ყველაფერს პასუხი. ეხლა რაც შეეხება სამხრივ კომისიას. სამხრივ კომისიაზე შექმნილი იყო ჯერ თქვი რა წერი აქვს და მე გადავალ სამხრივ კომისიას. აქ მითითებულია, რომ ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლობს ამ პარტიასთან, რომელიც არის კომუნისტური პარტია, არის არაკონსტიტუციური, სიაშია გერმანიის სადაზვერვო სამსახურების და მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და რუსეთის მაღალ ჩინოსნებთან.
ეხლა რაც შეეხება სამხრივ კომისიას. სამხრივ კომისიაზე, როგორც გითხარით, გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი, ორ ეტაპად მინდა გავყო. ერთი ყისიერად გადაჭრა იმ საკითხისა, რაც ეხება ხელფასზე 60%-იანს, რომ ბანკებთან დაკავშირებით როგორ გავაკეთოთ ეგ, რომ ბანკებმა არ შეჭამონ ეს 60% დაზღვევის შენარჩუნებას. ეს არის მოკლევადიანი. გრძელვადიანს რაც შეეხება, როგორც გითხარით, ერთთვიანი მორატორიუმი დაკეტვაზე, შემდგომ ამ DMT-სა და სხვადასხვა ექსპერტების დასკვნის განხილვა, სპეციალისტების მოწვევა და ჩვენგან იყო ასევე დასმული საკითხი, რომ ეკონომიკურად კარიერული მოპოვება და მიწისქვეშა მოპოვება ერთ ეკონომიკად იქნეს განხილული. რაც მოგცემს საშუალებას, იმედი მაქვს, ოღონდ ეს არის დილეტანტის მიერ ნათქვამი, აქ ნამდვილად არ მაქვს ამბიცია, რომ სწორად ვოპონირებ, რომ ფასმა თვითღირებულებისამ დაიწიოს დაბლა. დანარჩენი მის შემადგენლობა ეს უკვე ისეთი საკითხია მარგანიცის და ასე შემდეგ, სადაც სპეციალისტებმა უნდა თქვა და ამიტომ იყო მთავრობის ჩართულობა მნიშვნელოვანი. მთავრობას აქვს საშუალება და რესურსი, რომ ექსპერტიზა მოახდინოს თითოეული ნათქვამისა, რასაც კომპანია აკეთებს და რასაც ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ჩვენ რაც გვაქვს, იმას ვაკეთებთ და ჭიდროთ ვითანამშრომლებთ, აუცილებლად ჭიდროთ ვითანამშრომლებთ და ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა მოხდა და აი ამ ფორმით მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, სხვადასხვა რაღაცებზე კიდევ იყო საუბარი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმეს რამეს უმალავ, ჯერ გადაწყვეტილი, როცა არაფერი არ არის, მე ამას ბუნებრივია ვერ გავახმაურებ, ამას სამხრივ კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრმა მინისტრს დაავალა, ალბათ მოგვიანებით ამ კომისიის დასკვნის შესაბამისად გავცემთ პასუხს და იმედი მაქვს, რომ შემდეგ კვირაში კიდევ უფრო პოზიტიური, ესე ვთქვათ, იქნება ჭიათურელებისთვის ინფორმაცია, რომელსაც მივაწვდით.